ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ წარმატებით განახორციელა მასშტაბური შეტევა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც დატყვევებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოსავლეთის დროით დილის 5:21 წუთზე, რომელიც მსოფლიოს აცნობდა, რომ პრეზიდენტი მადურო ვენესუელიდან გაიტაცეს. მოგვიანებით Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მადურო და მისი მეუღლე გადაყვანილი იყვნენ ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო ხომალდზე, რომელიც კარიბის ზღვაში პატრულირებდა. ხოლო გენერალური პროკურორის პემ ბონდის განცხადებით, ორივე მათგანი გასამართლდება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში. ეს განცხადებები კი გაკეთდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კარაკასის მცხოვრებლებმა, მათ შორის CNN-ის რამდენიმე კორესპონდენტმა განაცხადეს აფეთქებების ხმებისა და თავზე გადაფრენილი სამხედრო თვითმფრინავების შესახებ. კორესპონდენტების თქმით, პირველი აფეთქებების ხმა გაიგეს აღმოსავლეთის დროით ღამის 1:50 წუთზე. შესაბამისად, დაახლოებით 3 საათში ამერიკის სპეციალურმა დანიშნულების ძალებმა მოახერხეს და შეიპყრეს ვენესუელის პრეზიდენტი და ის გაიტაცეს ქვეყნიდან. ვიმეორებ, სულ რაღაც 3 საათნახევარი დაახლოებით დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს ამ ყველაფრის განსახორციელებლად. ვერაფერს იტყვით, ძალიან სერიოზული ოპერაცია იქნა ჩატარებული. ასე რომ 2026 წელმა გადაწყვიტა გიჟურად დაწყებულიყო და საფუძველი ჩაეყარა გლობალური ცვლილებებისთვის. დღევანდელ ვიდეოში უნდა განვიხილოთ რა არის ცნობილი, რა არ არის ცნობილი, რას მოასწავებს ეს ყველაფერი ამერიკის რეგიონისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. პრეზიდენტი მადურო ბოლოს ნახეს მის გადაცემამდე 2 იანვარს, როდესაც ის ოფიციალური ვიზიტით ხვდებოდა ჩინეთის დელეგაციას. სულ რამდენიმე საათში კი უკვე დარტყმები დაიწყო. ადგილობრივმა ჟურნალისტმა, რომელიც NPR-ის ესაუბრა, განაცხადა 2 აფეთქების შესახებ. ლა კარლოტას სამხედრო აეროპორტში, კარაკასის მთავარ საჰაერო ბაზაზე, რასაც მოყვა ხანძარი, თუმცა შეძლეს და მალევე ჩააქვრეს და ლიკვიდირება გაუკეთეს ხანძარს. ამის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომლებიც იტყობინებოდნენ რამდენიმე აფეთქების ადგილს და ასევე თვითმფრინავების შესახებ, რომლებიც ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაადგილდებოდნენ. ციტატა: მთელი მიწა ზანზარებდა. ეს საშინელებაა. ჩვენ გვესმოდა აფეთქებების და თვითმფრინავების ხმები. Associated Press იტყობინებოდა, რომ ამ დროის განმავლობაში კარაკასში სულ მცირე 7 აფეთქება გაისმა. ხოლო ოსენტ ფენდერის თანახმად, რომელიც არის X-ის ანგარიში და იყენებს ღია წყაროებს მსოფლიო მოვლენების თვალის სადევნებლად, ამ დარტყმების სამიზნე ასევე გახდა ფუერტე ტიუნა, დედაქალაქის მთავარი სამხედრო ბაზა. სხვა სამიზნე ადგილებს შორისაა სერო ელ ვოლკანი, ძირითადი საკომუნიკაციო და სიგნალების ანტენის ადგილი, ლა გუაირას აეროპორტი, ვენესუელას მთავარი საზღვაო პორტი ჩრდილოეთ კარაკასში და იგუეროტეს აეროპორტი, საჰაერო ბაზა მირანდას შტატში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა ადგილებზე განხორციელებულიყო თავდასხმა, ადგილობრივი ინფორმაციით მხოლოდ ეს კონკრეტული ლოკაციებია ცნობილი, შესაბამისად მხოლოდ მაგას განვიხილავთ. რაც შეეხება სპეცოპერაციას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამერიკელების მხრიდან საკმაოდ დიდ მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან სულთა ავტომატებით შეიძლება დაბალ სიმაღლეზე ფრინავი ვერტმფრენების ჩამოგდება, რაც ფაქტობრივად არ მომხდარა, კი გავრცელდა და ტრამპმა აღიარა, რომ ერთი ვერტმფრენი დაზიანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი წინააღმდეგობა 30 მილიონიანი ქვეყნის მხრიდან არ გამოჩენილა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, ან ერთი ეს იყო ღალატი, ან მეორე კუთხით ეს იყო მოსყიდვა. ფაქტობრივად ერთი და იგივე არის. რაც შეეხება სად იმყოფება ახლა უკვე მადურო, ის იმყოფება ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ფედერალური წინასწარი პატიმრობის ცენტრში, სადაც მას ბრალს წაუყენებენ ნარკოტერორიზმში, კოკაინის კონტრაბანდაში და იარაღის უკანონო ფლობაში. 5 იანვარს ჩატარდა უკვე სასამართლო მისი და მან განაცხადა, რომ ის არის ომის ტყვე და რეალურად მსხვერპლი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ახლა უნდა გავარკვიოთ რეალური მიზეზი, თუ რატომ შევარდა ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში და რატომ გაიტაცა ვარდენისავით ვენესუელას პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია. რეალური დეიური არგუმენტაცია, თუ რატომ გადაწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ ისე მოქცევა, როგორც მოიქცა, არის შემდეგი, რომ პირველი ნარკოტერორიზმში არის ნიკოლას მადურო ჩართული და იყო ჩართული და ასევე მას ჰქონდა დამყარებული დიქტატურა და გაყალბებული არჩევნები. ტრამპის თქმით, ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელიდან წამოსული ნარკოტიკების შედეგად.
თუმცა ASH-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის 2024-25 წლების სტატისტიკის ვენესუელა არ შედის ამერიკაში ნარკოტიკების შეტანის წამყვან ქვეყნებს შორის. ვიმეორებ 2024-25 წლების სტატისტიკა. პირველ ადგილს იკავებს მექსიკა, რომელსაც ყველაზე მასშტაბურად შეაქვს ამერიკაში ნარკოტიკი, მეორე ადგილზე არის კოლუმბია, მესამე ადგილს იყოფენ ეკვადორი და პერუ. ვენესუელაზე ეს აღნიშნული სტატისტიკა ამახვილებს ყურადღებას, რომ მხოლოდ მცირე ტრანზიტული როლი გააჩნია ამ ყველაფერში აღნიშნულ ქვეყანას. შესაბამისად, თუ ტრამპს ნამდვილად სურდა ნარკოტიკებთან ბრძოლა გამოეცხადებინა საკუთარ დასავლეთ ჰემისფეროში, მაშინ ძალიან მარტივი რამე უნდა გაეკეთებინა, რომ პირველი დაერტყა მექსიკისთვის, მერე კოლუმბიისთვის და მერე პერუ, ეკვადორი უნდა წამოსულიყო. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი კონკრეტულად ნარკოტიკების თემა, რითაც შეიძლება გამართლეს აღნიშნული ქმედებები. კოლუმბიაზე კი გააკეთა კომენტარი, სადაც მაგ ქვეყანას უწოდა Sick Nation, აგერ ვიდეო. Colombia is very sick too. So there will be an operation by the US and It sounds good to me. და ასევე ემუქრება სხვადასხვა ქვეყნებს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანები. მე მაგალითად ეს მაგონებს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ შემთხვევას, როდესაც 2003 წელს შეიჭრა უმცროსი ბუში და ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში, სადაც ერაყს აბრალებდნენ, რომ მას ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, თუმცა რეალობამ გვაჩვენა და თვითონვე ამერიკელებმა აღიარეს, რომ არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი ერაყში და სადამ ჰუსეინს არ გააჩნდა. შესაბამისად, ეს ძალიან წააგავს მაგ ვითარებას. მოდი, ეხლა გავარკვიოთ დიქტატურა თუ არჩევნების გაყალბება ხომ არ არის ამის გამოწვევი მიზეზი. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მხარს უჭერს დღევანდელ სირიის მთავრობას, რომელსაც მართავს ყოფილი ტერორისტი აჰმედ ალ-შარა, რომლის თავზეც იყო დაწესებული 10 მილიონი დოლარი. რაც შეეხება გაყალბებულ არჩევნებს, მე მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო, სულ ცოტა ხნის წინ ერდოგანი იყო ჩასული ტრამპთან სტუმრად, სადაც ტრამპი პირდაპირ ეუბნება, რომ შენ ვიცი, რომ გააყალბე არჩევნებიო. აგერ ვიდეო. Rigged election, he knows about rigged elections better than anybody. ანუ საბოლოოდ რა გამოდის, რომ არც დიქტატურა, არც არჩევნების გაყალბება და არც ნარკოტიკები არ არის იმის მიზეზი, რატომაც ტრამპმა გადაწყვიტა ვენესუელაში შეჭრა. მაშინ რა არის მთავარი მიზეზი? ცხადია, ამ თემასთან დაკავშირებით ჩდება კითხვები. პირველი ზუსტად ის არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, ეს არის ნავთობი. თუმცა არა ერთადერთი მიზეზი, მეორე მიზეზი ეს არის 4 დეკემბერს გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჯერ ნავთობის თემა განვიხილოთ, სადაც ტრამპი საუბრობს, რომ ვენესუელამ თითქოს და მოპარა ამერიკას ნავთობი. ცოტა უცნაურია ვენესუელაში მყოფი ნავთობი მისმა ხალხმა როგორ უნდა მოიპაროს, თუმცა აქ ცოტა კომპლექსურად არის საკითხი და მოდი ოდნავ უკან გადავახვიოთ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ვენესუელას ნავთობი ინდუსტრია იდეაში განავითარეს ამერიკულმა კომპანიებმა. ესენი იყვნენ ExxonMobil, Chevron, Conoco, Philips და კიდე სხვა კომპანიები. ხუანე ვისენტე გომესის ხელმძღვანელობით გაიცა გულუხვი კონცესიები უცხოურ კომპანიებზე. მათ ჩადეს ინვესტიციები ტექნოლოგიაში, ინფრასტრუქტურაში და წარმოება საკმაოდ გაზარდეს. ამით რა თქმა უნდა, სარგებელი ნახა ვენესუელამ გარკვეულ წილად, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 90+% მოგების რჩებოდა სწორედ ამ ამერიკულ კომპანიებს. ეს პროცესი გაგზავნა 1976 წლამდე, სანამ არ მოხდა ნავთობის საბადოების ნაციონალიზაცია. ამ ყველაფერს თან სდევდა პრეზიდენტ კარლოს ანდრეს პერესის მიერ შექმნილი ვენესუელას ნავთობის სააქციო საზოგადოება, რომლის საშუალებითაც მან გამოისყიდა უცხოური აქტივები. მიზეზი იყო ძალიან ბანალური, რომ სუვერენიტეტი იყო განსამტკიცებელი, ასევე ძირითადი მოგება უნდა დარჩენილიყო ვენესუელაში და ასე და ასე შემდეგ. თუმცა რაც არის საინტერესო, ამ ნაციონალიზაციამ იდეაში მხოლოდ იურიდიული ფურცლები შეცვალა, ხოლო რეალური შედეგი არ მოუტანია, იმიტომ რომ ძირითადად ისევ კომპანიები აკონტროლებდნენ თუ როგორ უნდა წარმართულიყო ნავთობის მოპოვება, მენეჯმენტი და ასე და ასე შემდეგ. ვინაიდან ვენესუელას არანაირი გამოცდილება არ ქონდა მაგ მიმართულებით, რომ ეს ყველაფერი ემართა, შესაბამისად კომპანიები დარჩნენ და იგივე სახით გააგრძელეს მოღვაწეობა. თუმცა აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. რაც გულისხმობს, რომ ვენესუელაში არსებობს სხვადასხვა ტიპის ნავთობის საბადოები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის საბადო ვენესუელაში მდებარეობს მდინარე ორინიკოს ჩრდილოეთით. ეს რეგიონი ცნობილია მძიმე და სუპერმძიმე ნავთობის უზარმაზარი მარაგებით. თუმცა
იმ პერიოდში 1970-იან 80-იან წლებში ფართო მასშტაბიანი სამრეწველო წარმოება არ მიმდინარეობდა ამ კონკრეტულ ადგილას, ვინაიდან ძალიან ძვირი ჯდებოდა ეს ყველაფერი და შესაბამისი ტექნოლოგიები დიდად იმ პერიოდში მთელ მსოფლიოშიც კი არ იყო განვითარებული, ვინაიდან გაცილებით რთული არის ძიმე ნავთობის მოპოვება და გადამუშავება, ვიდრე მსუბუქი ნავთობის. შესაბამისად, ეს ვენესუელას არ უღირდა არაფრად. თუმცა 1990-იანი წლებიდან სიტუაცია შეიცვალა. ეს გამოიწვია ორმა მიზეზმა. პირველი ის, რომ ტექნოლოგიები განვითარდა მთელ მსოფლიოში და შესაძლებელი გახდა გარკვეულწილად უკვე მოპოვება ძიმე ნავთობის და მეორე, ნავთობის ფასი დაეცა იმ პერიოდში დაბლა, შესაბამისად ეკონომიკური სიდუხჭირე დაეწყო ვენესუელას. ინვესტორებისთვის კარი გაიღო აქტიურად იმ პერიოდში. 1990-იან წლებში, სადაც ძირითადად ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ და დაიწყეს ორინიკოს საბადოდან ნავთობის წარმოება. და სწორედ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. Sky News-ის მიხედვით ვენესუელასა და მისი მძიმე ნავთობის კონტროლი ამერიკისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მსოფლიოში ნამდვილად არის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი, მისი რესურსების უმეტესობა მხოლოდ მსუბუქი ნავთობი არის. ხოლო ამერიკის გადამამუშავებელი ქარხნები, მაგალითად ტეხასსა და ლუიზიანაში 10 წლეულების წინ სპეციალურად მძიმე ნავთობისთვის აშენდა, რაც დიზელის, ავიასაწვავისა და ასფალტის მისაღებად არის საჭირო. ხოლო ვენესუელა, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი 303 მილიარდი ბარელი რეზერვი აქვს, შეგახსენებთ, რომ ეს მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობა და მარაგი არის ნავთობის, ამერიკის კონკრეტული ქარხნებისთვის ეს არის იდეალური შესაძლებლობა. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციის გათვლით ვენესუელას ინფრასტრუქტურის აღდგენა და წარმოების 2-3 მილიონ ბარელამდე გაზდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამერიკის დამოკიდებულებას კანადურ და მექსიკურ იმპორტზე. ანუ რას ვიგებთ მეგობრებო, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შევარდა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვენესუელაში და გაიტაცა მისი პრეზიდენტი, არის წმინდა ეკონომიკური ინტერესები და ეროვნული ინტერესები მათ შორის. ანუ ფული მარტივად რო ვთქვათ. შესაბამისად, 21 საუკუნეში თურმე ეგრეთ წყდება გეოპოლიტიკური რეალობა. თუმცა ნავთობი და ეკონომიკა ნამდვილად არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც განახორციელა ტრამპმა ეს კონკრეტული ინტერვენცია. ამის დასასაბუთებლად არის შემდეგი, რომ 350 მილიარდი დოლარი არის საჭირო იმ დანგრეული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რაც არის ვენესუელაში და გარდა ამისა, დაახლოებით 10 წელი დაჭირდება ამ ყველაფრის დაგეგმას და განხორციელებას. ახლა კიდე რაც შეეხება მეორე მიზეზს, როგორც ვახსენე, 4 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელსაც ყველა ადმინისტრაცია აქვეყნებს ხოლმე, სადაც წერია მათი გეგმები თუ რა პოლიტიკას გაატარებენ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ანუ მარტივად რო ვთქვათ, შეჯამება არის, მოკლე მონახაზი არის თუ რა მიმართულებით წაიყვანენ ისინი ქვეყანას. ხოლო ტრამპის ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ამერიკის ნახევარსფეროში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში რაც ხდება, მხოლოდ ამერიკის საქმე არის და როგორც უნდა ისე ჩაერევა სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში, ვისაც უნდა იმას გადააყენებს და ვისაც უნდა იმას გაიტაცებს, გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა მეფე და გინდა იმპერატორი. ეს არის მონროს დოქტრინა, რომელიც 1823 წელს პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ ჩამოაყალიბა და აცხადებდა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ექსკლუზიური ზონაა და ნებისმიერი გარე ძალის ჩარევა აშშ-ს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ აქტად განიხილება. ხოლო მადუროს დაკავება, სწორედ ამის გამოხატულება და რეალურად მეტი არაფერი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა პირდაპირ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არის მისი გავლენის ზონა და მან ვერავინ ვერ ჩაერევა და იქ განიმტკიცებს მაქსიმალურად ძალაუფლებას. ციტატა: მრავალწლიანი უგულებელყოფის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ დაამკვიდრებს და განამტკიცებს მონროს დოქტრინას დასავლეთ ნახევარსფეროში, ამერიკის უპირატესობის აღსადგენად, ასევე ჩვენი სამშობლოსა და რეგიონის საკვანძო გეოგრაფიულ წერტილებთან წვდომით დასაცავად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია მიზნობრივი ოპერაციები საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კარტელების გასანადგურებლად. ასევე ეს გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში ლეტალური სასიკვდილო ძალის გამოყენებას, რათა ჩანაცვლდეს ბოლო 10 წლების განმავლობაში არსებული წარუმატებელი სტრატეგია, რომელიც მხოლოდ მიაქციეთ ყურადღება სამართალდამცავ ზომებს ეყრდნობოდა. ამასთან აღნიშნული დოკუმენტი აცხადებს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე წვდომის მოპოვება ან გაფართოება უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ვენესუელა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, შესაბამისად
აუცილებელია ამ ყველაფრის განხორციელება და წლომის მოპოვება. ასევე მეორე ციტატა. დასავლეთ ნახევარსფერო მდიდარია მრავალი სტრატეგიული რესურსით, რომელთა ასათვისებლადაც ამერიკამ რეგიონალურ მოკავშირეებთან უნდა ითანამშრომლოს, რათა მეზობელი ქვეყნების და ჩვენი საკუთარიც უფრო აყვავებული გახდეს. შეერთებული შტატები უნდა იყოს დომინანტი დასავლეთ ნახევარსფეროში, რაც ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა, ხოლო ეს საშუალებაც გვაძლევს თავდაჯერებულად განვამტკიცოთ ჩვენი პოზიციები რეგიონში, მაშინ და იქ, სადაც ეს დაგვჭირდება. ტრამპს დაჭირდა ვენესუელაში კონკრეტული მოქმედება და განახორციელა. ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ მთავარი მიზეზი არის ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აირჩია. მაქსიმალური ძალაუფლება უნდა მოიპოვოს საკუთარ რეგიონში. თუმცა ეს ყველაფერი არ შეეხება მხოლოდ ამერიკის ნახევარსფეროს. რეალობა ის არის, რომ ეს შეეხება მთელ მსოფლიოს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ კონკრეტულ ქმედებებს ექნება საკუთარი შედეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იგივეს განახორციელებენ სხვადასხვა დიდი რეგიონალური მოთამაშეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Video. So you must expect similar occurrences in other parts of the world. This is unavoidable. მარტივად რო ვთქვათ, სხვა დიდ ქვეყნებს ეს ყველაფერი შესაძლებლობას აძლევს, რომ ზუსტად იგივე განახორციელონ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის დატყვევებას, ისე სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების შეცვლას და ასე. შემდეგ, მოდი გავიხსენოთ კოსოვოს პრეცედენტი, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კიდე კონკრეტულად რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ აღიარა ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და სულ ცოტა ხანში, ძალიან მცირე დრო იყო გასული, რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ აფხაზეთი და სამაჩაბლო ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შესაბამისად, პრეცედენტები ქმნიან საერთაშორისო პოლიტიკაში ნორმებს და ეს აუცილებლად გამოიღებს საკუთარ შედეგებს. სრულიად ვეთანხმები ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანს. ცხადია იგივე ეხება ჩინეთსაც, სადაც ძალიან კრიტიკულად იძაბება სიტუაცია უკვე ტაივანთან დაკავშირებით. ჩინეთმა სანქციებიც კი დაადო ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ყიდნენ იარაღს ტაივანში, ხოლო ეს ყველაფერი მიუთითებს ანტიქტონის ცივილიზაციათა შეჯახების პრაქტიკაში განხორციელებას, სადაც დიდი ძალები რეგიონებს ინაწილებენ გავლენის ზონებად. აი ეს არის წიგნი და თუ გაინტერესებს 21 საუკუნე როგორ იმართება და როგორ წარიმართება ზოგადად მისი პოლიტიკა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი და ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ დღევანდელი პოლიტიკოსების 90%-მა რაც იცის, იმაზე მეტი გეცოდინებათ აი ამ კონკრეტული წიგნის წაკითხვის შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ რა შეფასებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებებზე. ცხადი არის ევროპელებმა de-facto მაინც მხარი დაუჭირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვინაიდან ერთ ცივილიზაციაში მოიაზრებიან ისინი, არც დაგმეს და არც არაფერი, მათ განაცხადეს, რომ ფაქტობრივად დაკვირვება უნდა აწარმოონ, თურმე არ იციან რა მოხდა და ძალიან საჭირო არის გამოძიება იქ, ძალიან დეტალურად არის ყველაფერი გამოსაძიებელი მათი მიხედვით, რაც ცხადი არის სისულელია. რუსეთმა, ჩინეთმა და რაც მთავარია ჩრდილოეთ კორეამ დაგმეს ეს კონკრეტული ქმედებები, ეს ცხადია ბოლო ხუმრობით, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ ეს იყო გაეროს და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რაც ცხადია ეგრე არის და მეორე აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ვენესუელას, de jure პრეზიდენტი ნიკოლას მადურომა. ხოლო ვისაც არ გჯერათ, რომ ამერიკის ქმედებები იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მოგიყვანთ გაეროს ქარტიის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტს, სადაც პირდაპირ წერია, რომ იგზალება ძალის გამოყენება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, თუ არ არსებობს გაეროს ავტორიზაცია ან თვით თავდაცვის საფუძველი. თუმცა აქ ყველაზე საინტერესო ის კი არ არის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია თუ არა საერთაშორისო სამართალი, რაც ადრეც უქნია, მათ შორის 2003 წელს ერაყში როცა შევარდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის შემქმნელი და პიონერი რეალურად თანამედროვე საერთაშორისო სისტემის, მან ჩამოაყალიბა რეალურად ეგ ყველაფერი და ის არათუ de-facto არ ღვევს, სადაც გარკვეულ გასამართლებელ არგუმენტებს იშველებს. პირდაპირ აცხადებს დონალდ ტრამპი, რომ ნავთობისთვის შევიდა, პირდაპირ აცხადებს, რომ საკუთარ ნახევარსფეროში გავლენების გაზრდა უნდა და მაგიტო განახორციელა ეს კონკრეტული ქმედებები, რა ძალიან საინტერესოა და ფაქტობრივად მიუთითებს იმას, რომ ის დღის წესრიგი რა ჩამოყალიბებული იყო განსაკუთრებით ცივი ომის მერე, სადაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ახალი დღის წესრიგი შეიქმნა, ეგ დასრულდა და ახალი ეპოქა დაიწყო.
ამას ადასტურებს ისიც, რომ ტრამპი ვენესუელაზე არ ჯერდება, გრენლანდიაზე გააკეთა შემდეგი კომენტარი, რომ 2 თვეში დაუსვან მაგ თემაზე კითხვები, აგერ ვიდეო. We'll worry about Greenland in about 2 months. Let's talk about Greenland in 20 days. ანუ დაახლოებით 2 თვეში რაღაცას უნდა ველოდოთ გრენლანდიასთან დაკავშირებით. ეხლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა დაავალა საკუთარ კაბინეტის წევრებს შექმნან კონკრეტული შეთანხმების მონახაზი, რითაც გრენლანდია გადაეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა უნდა დაველოდოთ აქ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც აღნიშნე, დონალდ ტრამპი დაემუქრა კოლუმბიასაც და მას რეალურად Sick Nation უწოდა, რაც ნიშნავს ავადმყოფ სახელმწიფოს და ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა კუბაზე. Cuba is ready to fall. Yes. Cuba looks like it's ready to fall. I don't know if they're going to hold out. ეს განცხადებები გაკეთდა ვენესუელაზე წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ. რაც მიუთითებს იმას, რომ ემოციურად აღტკინებული არის როგორც დონალდ ტრამპი, ისე მარკო რუბიო. ეხლა სწორედ მაგ კადრებს უყურებთ. ძალიან საინტერესო კადრები არის. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რეალურად ძალიან დიდი თავდაჯერებულობა მოიპოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ, თუმცა ეს არის ძალიან სახიფათო. ისე ვერაყის მაგალითს უნდა დაუბრუნდეთ. შეგახსენებთ, რომ 2001 წელს 11 სექტემბრის მერე, როდესაც ავღანეთში ინტერვენცია განახორციელა უმცროსმა ბუშმა, იქ მთელი მსოფლიო უჭერდა მას მხარს და ძალიან სწრაფად გადააგდო თალიბების მთავრობა და ასევე ალ-ქაიდას მარტივად რო ვთქვათ, დედა უტირა. თუმცა საბოლოო ჯამში ეგ ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო ერაყის ომი. ვინაიდან ამ ემოციურ აღტკინებაში მყოფმა და ჩავარდნილმა იმდროინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ უმცროსი ბუშის მეთაურობით გადაწყვიტა, რომ გაეროსგან დაუკითხავად, მთელი დასავლეთისგან დაუკითხავად შეჭრილიყო ერაყში, დაებრალებინა სადამ ჰუსეინისთვის, რომ მას ჰქონდა თურმე მასობრივი განადგურების იარაღი, რაც მერე თვითონვე დაადასტურეს, როგორც თქვი, რომ იყო ტყუილი. და საბოლოო ჯამში ორივე ინტერვენცია, როგორც ავღანეთში და ისე ერაყში, აღმოჩნდა წარუმატებელი და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის კი არ არის, რომ შლოპანციანმა ვიღაც ტიპებმა ამერიკის შეერთებულ შტატების ჯარი დაამარცხეს. არა, ის რომ დემოკრატიის დამყარება დაიწყეს ძალიან შორს მდებარე ქვეყნებში, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ჩავარდა. ცხადია, ერაყის მაგალითი ბოლომდე არ ჯდება ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოვყოთ. თუ ტრამპმა მართლა განახორციელა ის, რასაც აპირებს გრენლანდიაზე, თუ გინდა ლოკალური დარტყმები მიაყენა მექსიკას, კოლუმბიას, გინდა პერუს, გინდა ეკვადორს, თუმცა მაგაზე ხმარ ამოუღია, თუმცა ძალიან მძიმედ ისაუბრა კუბაზე მაგალითად. შესაბამისად, მან შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს გადატვირთვას ამერიკის შეერთებული შტატების ძალების, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება კოლაფსით დამთავრდეს და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობის ყოფილად არის მოვლენილი და რეალურად მაგ მიმართულებით ნობელის პრემიაც უნდოდა, ეგ სრულიად ფარსი აღმოჩნდება და ძალიან მძიმედ დაამთავრეს ტრამპი საკუთარ მოღვაწეობას, თუმცა ცხადია ეს არის ვარაუდი, რომ შეიძლება ეგრე მოხდეს, მაგრამ შეიძლება სრულიად საპირისპიროდ მოხდეს და მართლაც ძალიან ყოჩაღად განიმტკიცოს ტრამპმა დასავლეთ ნახევარსფეროში საკუთარი ძალაუფლება. ამ პროცესებს უნდა დაველოდოთ და როგორ განვითარდება მოვლენები, იმის მიხედვით შევაფასოთ შემდეგ. თუმცა აქ ერთი რამე უნდა ითქვას. ვინაიდან საერთაშორისო სამართალი აღარ მუშაობს, საქართველომაც გარკვეული პოლიტიკა უნდა შეცვალოს და რეალური ეროვნული ინტერესების მიხედვით უნდა განახორციელოს საკუთარი ქმედებები, თუმცა სამწუხაროდ ისეთი მთავრობები გვყავდა შევარდნაძე და მოყოლებული, ნაცებით გაგზელებული და დღევანდელი ხელისუფლებით დამთავრებული, რომ მაგის იმედი სამწუხაროდ მე არ მაქვს. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, გამოიწერეთ არხი.